ეგ უკვე დიდი ხანია მომატებულია. მაგრამ ამ თავრობას რო კითხო, ყველაფერი არც კრიმინალია, ყველაფერი კარგად არის. ეკონომიკას დუხს საქართველოში, არაფერი პრობლემა არ არის ამათი აზრით. როგორ არ მოიმატა? აი, რამდენად ხშირად გესმით დანაშაულების შესახებ, უფრო კონკრეტულად რა სახის დანაშაულება? მე დღე არ გავა, იმანის მოკლა, როგორ არ მესმის შვილო. მაგაზე მეტი არაფერი არ მესმის და უკვე დასტრესილი ვარ მე თვითონაც. აღარ მინდა აღარც ტელევიზორის ჩართვა, აღარც ინტერნეტში შესვლა. ამის მეტი არაფერი არ იწერება და არაფერს არ გისმენ. მომატებული არ არის შვილო, არა. მომატებულია. აი, ხშირად გესმით რომ უკვლევობა მოხდა? მე რო არა თქო ტელევიზორში არის მის. როგორ არა, ხან ვინა კვდება, ხან ვინა. კი. აი, რას უკავშირებთ კრიმინალის ზრდას? რა ვიცი. ხალხს ალბათ უნდა ბევრი რო იშოვოს და ვერ აშოვო. და გადადიან ყველა გაბრაზებულია, განერვიულია. ალბათ მაგას არ არის მეტი რა. ჩვენ სოფელში ვართ და სოფელში არაფერი ხდება. ცუდი არაფერი ხდება და ქალაქში არ ვიცი ჩვენ სოფელში. ალბათ მოიმატა, რა ვიცი, ახლა კურსი მოხდარა. ალბათ. აი, აცხადებენ შვილო ტელევიზორში და აბა რა გითხრა ჩემო კარგო. ანუ მომატებულია? მომატებულია, რა ვიცი, მეც იქიდან შევიწყობ ხოლმე ტელევიზიიდან და გაიზარდა, თქვენ ვერ გაეცით პასუხი თქვენ შეკითხვას და გაიზარდა ჩემი აზრით. აი, რა არის ამის მიზეზი? კონტროლი არ ხდება და ურჯელობის. რა ვიცი. მაგასაც ვერ ვიტყვით, მაგრამ ხალხი ერთმანეთში ძალიან ერთმანეთს ურთიერთობა ძალიან გამძაფრდა. აღარაც ის ერთმანეთს პატივისცემა. რავი, ყველაფერი ერთად რაღაც. და ეს არის ჩემი აზრით უფრო დიდი მიზეზი და შემდეგ დანარჩენი. არა, ჩვენთან გორში არაფერი. გორში არ ამგონია. ანუ კარგი მდგომარეობა კრიმინალი. რავი, რაც მესმის ტელევიზორიდან მე მგონი. მე როგორც მჯერავს, მე მგონი გორში კაი მდგომარეობა.